ევროსაბჭოს მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური სისხლის სამართლებრივი სტატისტიკის მიხედვით ევროპაში 100,000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით საქართველო თურქეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის შემდეგ მეოთხე ადგილს იკავებს. სტატისტიკა, რომელიც 19 მაისს გამოქვეყნდა, მონაცემებს 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით ასახავს. ევროსაბჭოს ანგარიშის თანახმად 2025 წლის 31 დეკემბერს საქართველოში 8,592 პატიმარი იყო. იმ ადამიანების ჩათვლით, რომლებსაც აღკვეთის ღონის ძების სახით საბოლოო განაჩენამდე პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული. ევროსაბჭოს თანახმად მაჩვენებელი 100,000 მოსახლეზე 231,900 შეადგენს, რაც ევროპის საშუალო მონაცემთან შედარებით ძალიან მაღალ მონაცემად ითვლება. ამავე ანგარიშის თანახმად 2025 წლის 31 იანვრის მონაცემებით საქართველოში დაპატიმრების მაჩვენებელი 2024 წლის 31 იანვრის მონაცემებთან შედარებით შემცირდა, თუმცა ქვეყანა კვლავ რჩება ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე სახელმწიფოთა ხუთეულში. ამავე დროს ანგარიშის მიხედვით 2015-დან 2025 წლამდე პატიმრების რაოდენობა 15,5%-ით შემცირდა. პატიმართა ყველაზე მაღალი მაჩვენებლები კვლავ შეინიშნება აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში, სადაც სისტემები როგორც წესი უპირატესობას ანიჭებენ თავისუფლების აღკვეთით სასჯელებს. რეგიონში თურქეთი ლიდერობს 100,000 მოსახლეზე 458 პატიმრით, მას მოსდევენ აზერბაიჯანი, მოლდოვა და საქართველო. საქართველოში პატიმართა საშუალო ასაკი 39 წელია. 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით ციხეში 74 არასრულწლოვანი იყო. 50 წლის ან უფროსი ასაკის პატიმართა პროცენტული მაჩვენებელი მიჩნეულია მაღალ ნიშნულად. პატიმართა საერთო რაოდენობის 4,4% ქალები შეადგენენ. პატიმართა 11,9% უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ანგარიშის მიხედვით საქართველოში პატიმრებისთვის ჯამში 12,322 ადგილია. სიმჭიდროვე არის 69,7 პატიმარი ყოველ 100 ადგილზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საერთო გადატვირთულობა არ ფიქსირდება. სისტემაში არის 2918 საკანი, სადაც ერთ საკანზე საშუალოდ 2,9 პატიმარი მოდის.